Remshidobisa თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასი ჭინავასთან ერთად ჩვენ საუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე პირველში ქართული პოლიტიკის ჭრილში ჩვენ დღევანდელი სტუმარია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მოგესალმებით ირაკლი მადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის ჩვენ ესე ვთქვათ ქართულ პოლიტიკას გლობალური მოვლენების ფონზეც განვიხილავთ და განსაკუთრებით რა გავლენა აქვს მათ საქართველოსთან დაკავშირებით მაგრამ მოდი ჯერ მაინც საქართველოს მოვლენებით დავიწყოთ საუბარი გუშინ პრეზიდენტმა 159 მსჯავრდებული შეიწყალა ეს შეწყალება დაანონსებული იყო და რაღაც კატეგორია ადამიანებს კონდათ მოლოდინი ან გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებულ პატიმრების მშობლებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს კონდათ მოლოდინი რომ ამ შეწყალებულთა შორის იქნებოდნენ მათი ოჯახის წევრებიც, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. თქვენ უკვე გააკეთეთ ამაზე კომენტარი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს ამაზე კომენტარი რომ რატო კონდათ მოლოდინი ისეთ ადამიანებს რომლებიც მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ იგივე პრეზიდენტს, იგივე მმართველ ძალას, მაგრამ მაინც რო გვითხრათ შეგვიფასოთ იქნებოდა თუ არა გადადგმული მაგალითად ამ შეწყალების აქტით ერთ-ერთი ნაბიჯი იმისკენ რომ სიტუაცია სხვანაირად წარმართულიყო საქართველოში, იმიტომ რომ მართალია ისეთი პროტესტი აღარ არის როგორიც ეს იყო 2024 წლის დასაწყისში, არც ისეთი ხალხმრავალი და არც ისეთი აგრესიული, მაგრამ ეს პროტესტი მოქალაქეების ნაწილში მაინც არსებობს. შეწყალების აქტი უნდა იყოს შედეგზე ამავდროულად გათვლილი, ხო? ანუ რა თქმა უნდა იმ პიროვნების განთავისუფლებაზე, ვისაც ეს შეწყალების აქტი შეიძლება შეეხოს და ზოგადად საზოგადოებაზეც. ჩვენ გვახსოვს აი ამ უახლოეს საქართველოს ისტორიაში, როდესაც რამოდენიმე შეწყალება გახმაურებულ საქმეზე, გახმაურებულ პოლიტიკოსზე გაკეთებულა სწორედ იმ მიზნით და იმ мотивაციით, რომ ეს სიტუაციას განმუხტავდა. და ამას თუ გვახსოვს, მაშინ ძალიან აქტიურად სწორედ ევროპული სახელმწიფოები თუ ევროკავშირი უწევდა ხოლმე ლობირებას და ყოველ ჯერზე გეუბნებოდნენ თქვენ თუ ამ ნაბიჯს გადადგავთ, ეს რა თქმა უნდა სიტუაციის დამშვიდებას შეუწყობს ხელს. მაგრამ ჩვენ ხედავდით ყოველი ასეთი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ იმათივე მხრიდან, ვინც გვეუბნებოდა, რომ ეს უზრუნველყოფს მშვიდობიან განვითარებას პოლიტიკური პროცესისა, ხდებოდა პირიქით ახალი ესკალაციის ასე ვთქვათ, წახალისება და წარმოშობა, ხო? იგივე მელიასთან დაკავშირებული, გვარამიასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა უყურებთ ვითარებას ნახეთ რაშია საქმე. თვითონ ის პირები ვიზეთ შეიძლება ზოგადად შეწყალება გავრცელდეს, ამბობენ რომ ისინი არანაირ შეწყალებას არც ითხოვენ, არც აღიარებენ და საერთოდ მიაჩნიათ რომ შეწყალებას რო გამოვიდეს, ეს განცხადებები ხო ჩვენ მოვისმინეთ ყველამ, არც აპირებენ ამ შეწყალების აქტით, ასე თქვათ, სარგებლობას და ანუ ძალით გამოყვათ თუ გამოყრიან გარეთ, ეგ იქნება ავტორი. არანაირ შეწყალებას ჩვენ არ ვითხოვთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ღიად არის განცხადებული. აი ახლა ეს მოლოდინის შექმნა, რომელიც ხელოვნურად შექმნეს სწორედ კიდევ ერთხელ სპეკულატიური მიზნით, რომ მithomს და ეჩვენებინათ, რომ ხელისუფლება როგორ აწამებს ან პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, ან მათ გარეთ მყოფ გულშემატკივრებს, ხო? და ამაში თვითონ გარეთ მყოფი ადამიანები არიან ჩართულები, რომ თავიანთი ოჯახის წევრების მდგომარეობა სპეკულატურად იყოს გამოყენებული. თქვენ გახსოვთ რომელიმე მხრიდან ის რიტორიკა, რომელიც მიმართული იქნებოდა იქითკენ, რომ ჩვენ შეწყალების აქტის, ასე ვთქვათ, მიმართულებით გვინდა სიარული. არა, ისინი ამბობენ, რომ უკანონოდ არის ყველა პატიმარი დაკავებული და უდანაშაულა თითოეული მათგანი, რომელიც პატიმრობაში არის. მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტების მატარებელნი ამ სამყაროში და არც კანონი, არც კონსტიტუცია, არც სასამართლო, არც ის ქმედება, არც ის ვიდეო უამრავი ჩანაწერი, რაც საზოგადოებამ უყურა, ეს არაფერი არ არის. ეს არის ყველაფერი ილუზია, რომელიც რაღაცა ხელისუფლებამ შექმნა. აქედან გამომდინარე არის სწორედ საუბარი იმაზე, რომ აქ რეალურად შეწყალება, რასაც ქვია, ამის მოლოდინი მათ არც აქვს და არც დიდად სურვილი არ აქვს.
მათ სურვილი რო აქვთ ეს გამოჩნდა გუშინდელი მოლოდინიდან ოჯახის წევრებს გულისხმობა ტერეკლი მთელი ღამის განმავლობაში არა ოჯახის წევრებს მოდი ვთქვათ რა ოჯახის წევრს რა თქმა უნდა რომ ისი ოჯახის წევრი იყოს გარეთ მე ამას არ ვამბობ რომ მათ ეს არ უნდათ მაგრამ ოჯახის წევრები არიან სწორედ აი ამ მანკიერ პროცესში ჩართულები რა რომელიმე მიმართა პრეზიდენტს განცხადებით რომ შეიწყალეთ ჩემი შვილი არავის ესეთი ნაბიჯი არ გადაუდგია ან რომელიმე მოუწევდა თავის შვილს რომ რიტორიკას თავი დაანებეთ და შეწყალებისკენ ვიაროთ არა და მათი ასე თქვათ აი ეს მოლოდინის ტირაჟირება და სპეკულირება ამით მოხდა სწორედ ისევი მიზნით რომ რამენაირად ხელისუფლება ამით იქნებ დავაზიანოთ არახუმანური ხელისუფლების ერთგვარი ხატი დავხატოთ ამით და ისევ კიდევ ერთი კამპანია ხელისუფლების წინააღმდეგ წამოვიწყოთ. აი მაშინ რა ნუ აი არ ვიცი კამპანიის ნაწილის მიღმა შეიძლება თუ არა რაიმე მაგალითად მაინც განვიხილოთ რომ ქონდათ ამ ადამიანებს იმის მოლოდინი რომ ხელისუფლება გადადგამდა ამ ნაბიჯს იმიტომ რომ კი თქვენ ამბობთ რომ არც ერთ მათგანს არ მიუმართავს შეწყალებისთვის მიხეილ ყაველაშვილის მისამართით რომელსაც ისინი არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტად მათ არაერთხელ ეს უთქვამთ მაგრამ ამის მიუხედავად მათ ქონდათ მოლოდინი რომ შეწყალებულთა შორის მათი ოჯახის წევრებიც იქნებოდნენ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა შეწყალება მას არ აქვს ვალდებულება ვინმესთან დაასაბუთოს ან განმარტოს ამა თუ იმ შეწყალების შესახებ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აი ამ კონტექსტში ხომ არ იქნებოდა იგივე თუნდაც დასავლეთთან ურთიერთობაში რომელსაც ცალკე დღეს გამოწვევები და პრობლემები აქვს და არ ვიცი როგორ უყურებს საქართველოს მიმდინარე მოვლენებს ურთიერთობაში ეს არაფერს არ ხო ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ მაგრამ მაინც რამეა რომ პრეზიდენტს აქვს ეს ექსკლუზიური უფლება მაგრამ პრეზიდენტი როცა რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს, მან ეს გადაწყვეტილება მე ვფიქრობ ფართო კონტექსტში უნდა შეაფასოს, ხო? როდესაც ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არის ჯავრდებული სასამართლოს მიერ, იძახის რომ ისინი არც ითხოვენ ესეთ რამეს და მათი შეწყალების შემთხვევაში არც აპირებენ საპატიმროს დატოვებას და გარეთ ძალით გამოაგდებენ და ისინი კვლავ იგივე სამართალ დარღვევებს ჩაიდენენ თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ აქ პრეზიდენტმა მარტო იმ ადამიანზე კი არ უნდა იფიქროს დანარჩენ საზოგადოებაზეც უნდა იფიქროს ხო ასე რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ შეწყალებაზე ეს ეხება პიროვნებასაც ეს ეხება აგრეთვე საზოგადოებასაც სადაც ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ და ასე შემდეგ ასე რომ სანამ ამ ადამიანების ასე თქვათ გამოყენება ხდება იმისათვის ჯერ შტურმისათვის რევოლუციისათვის ამბოხისათვის შემდეგ საპატიმროში მოხვედრის შემდეგ მათი გამოყენება ეხლა ხდება კიდე სახელმწიფოზე ესეთი შეტევისათვის ალბათ პრეზიდენტი აქ ამ როცა წონის ამ ყველა ვითარებას თავს იკავებს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შეწყალების აქტის გამოშვებასთან დაკავშირებით. გასაგებია. მოდით ახლა მე ვთქვი დასავლეთთან ურთიერთობა და ყველა არ მიხსენებია, იმიტომ რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე ერთი საკითხი რომელიც ძალიან საინტერესოა საქართველოს კონტექსტში, როგორ ხედავს საქართველოს დასავლეთთან და განსაკუთრებით ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარებას, განსაკუთრებით იმ ფონზე რაც ხდება ევროკავშირის თავს და ევროკავშირის გარშემო. რა ხდება ამაზე დაწვრილებით ვისაუბროთ და მოგვიანებით. მოდი ჯერ ეს ფართო კონტექსტში ვთქვათ საქართველოსთან ურთიერთობაში რას თვლის ეს ყველაფერი. ნუ მე ვფიქრობ რომ ევროპას ახლა არანაირი რეალური პოტენციალი, დრო და გზა იმასთან დაკავშირებით რომ რეალურად გაფართოების პოლიტიკა აწარმოოს არ გააჩნია. უბრალოდ საქართველოსთან ის არ შეცვლის იმ დამოკიდებულებას. მხოლოდ საქართველოზე არა, ზოგადად გაფართოებას გულისხმობთ? რა თქმა უნდა, ზოგადად გაფართოებას გულისხმობთ. საქართველოსთან დაკავშირებით ის არ შეცვლის იმ პოლიტიკას, რაც მანკიერი პოლიტიკა მან თავის დროზე აირჩია, იმიტომ რომ შეცვალოს ამის კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შინაგანი ხედვა არ გააჩნია. თვითონ შიგნით როგორ დაალაგდება ევროპა, აი ამ турბულენტობის შედეგად ის არიციან და ეხლა საქართველოსთან მიმართებით რა კეთილი ნაბიჯი გადადგან და როგორი თანამშრომლობ, ამის ხედვა მე მგონი დღეს არც აქვთ დღის წესრიგში, რომ ამაზე ბევრად იფიქრო. ну ძირითადად ისევ რაღაცა გააგზელებენ ამ რიტორიკას, კალასის რიტორიკას და აი ამ იმ ევრობიუროკრატების რიტორიკას, რომლებსაც არაფრით არ უნდათ
დაინახონ საკუთარი კვლევებით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევის თუ ასე ვთქვათ შედეგები, სადაც თალსახად არის ნაჩვენები საქართველოს პროგრესი. სულ იქნება მუდმივად საუბარი, რომ თქვენ ან შეგიწყვიტავთ ამ ავიზოს, ახლა შეგიწყვიტავთ, ახლა ასე ვიზავთ, ახლა ისე ვიზავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა რა აქვს მიზანი ამ შანტაჟს როგორც ეძახით, იმიტომ რომ მანამდე ქონდა მიზანი, როგორც თქვენ ამბობთ, რომ მოხდარიყო აქ სიტუაციის ესკალაცია და შემდეგ ისევ გარკვეულად მეორე ფრონტის თემა იყო მიბმული ამასთან, მაგრამ ეხლა ევროპას თვითონ აქვს გასაჭირი გრენლანდიის სახით და ეხლა რა არის იცით რომ შეიძლება ამ შანტაჟსაც დიდი მიზანი აღარ აქვს, უბრალოდ რო იტყვიან საქმე თვითდინებაზე არის მიშვებული. და ამის შემომატრიალებელი იქ არავინ არ არის რა. აქედან გამომდინარე, რომ აი ეს რიტორიკა დაახლოებით ესე გაგრძელდება. ან რაღაცნაირად ეხლა ამერიკას და სხვა ძლიერ მოთამაშეებს ვერაფერს ვერ უბედავენ და იქნებ ისევ საქართველოზე ვიყაროთ ჭავრიო. რატო უბედავენ, ამბობენ რომ არ დავაჩაგრინებთ თავს და შანტაჟს არ დავუშვებთო ესეთ რაღაცებსაც ამბობენ. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ხედავთ რომ არსებული პოლიტიკური ელიტა განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ არის. მას დობის ფაქტორი ქვეყნის შიგნით აქ მინიმალურ დონეზე დასული, ყველა მათ მიერვე ჩატარებული კვლევა ამას ადასტურებს, ის სოციოეკონომიკური მოვლენები და პრობლემატიკა რაც ევროპის სახელმწიფოებში არის, სწორედ აი ამის შედეგი არის მათი დაბალი აბსოლუტურად რო იტყვიან ისტორიულად დაბალი რეიტინგები პოლიტიკური და რა თქმა უნდა ის ზეწოლა რაც საგარეო პოლიტიკური კუთხით კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციით კუთხით მომდინარეობს ევროატლანტიკურ პოლიტიკაში. ასე რომ დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპა თავად და ზოგადად ევროატლანტიკური სივრცე დიდი გაურკვევლობის და დიდი გადალაგების ან დიდი რო იტყვიან შინაგანი ერთგვარი турბულენტობის ქვეშ არის მოქცეული. ზუსტი პასუხი იმასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი როგორ დასრულდება საკმაოდ რთული არის. ყოველ შემთხვევაში მე რასაც უყურებ, თქვათ და ეს რაც ტრამპის სიტყვებში, მის ქმედებებში ჩანს, მას ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში არის, მას მათთან ურთიერთობის დიდი ენთუზიაზმი არ გააჩნია ბილადრო თქვა. აქ ადრე თუ ამაზე შეგვეძლოს ესე ვთქვათ მინიშნებით და ეს შეფასებით, გარე შეფასებით გვეთქვა დღეს, როდესაც მან მაკრონთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, ამაზე შეგვიძლია საერთოდ დადასტურებულად ვისაუბროთ, როდესაც მან თქვა, რომ ის აღარ იქნებოდა. ხო, აი უკვე ყველა კარტი რო იტყვიან გახსნილი არის. ასე რომ ჩვენი პოზიცია ესეთი არის. მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა აი ახლა აბუ-დაბიში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ყველაზე ზუსტი და სწორი პოლიტიკური აქცენტები დასვა. როცა მან თქვა, რომ ჩვენი ვალდებულებას, რაც ევროპასთან გვაკავშირებს და დაახლოების გზაზე არის ამ ყოვლის მომცველი ხელშეკრულებით და ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული, ჩვენ იმას ზედმიწვენით თანმიმდევრულად ნაწილ-ნაწილ ვასრულებთ და როგორც ითქვა 2030 წლისათვის ეს პროგრამა ფაქტობრივად შესრულებული გვექნება. ამის დასტური არის სწორედ ის ყველა რეიტინგული შეფასება, რასაც საქართველო იმსახურებს და ის ეკონომიკური განვითარება, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის. 2030 წელი თქვენ ისე თქვით, მე 2026 როგორ დასრულდება ეგ დანარჩენი, ამიტომ ამბობთ რა. ამიტომ დანარჩენი ეს არის ყველაფერი აი ამ პოლიტიკურ ორომტრიალზე დაკავშირებული და ამ პოლიტიკურ ორომტრიალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია. აი მოდით აი ეს ვთქვათ, არავის რო იტყვიან ომის ძაფში არ მოვყვეთ. აი ეხლა განვიხილოთ, ნუ როგორ დასრულდება იგივე გრენლანდიასთან დაკავშირებით ისტორია თუ არ ვიცი, ბევრი რაღაცები, პერიპეტიები, რომელსაც ტრამპი უდგა სათავეში, კი ბატონო, ეს ძალიან ძნელი საპროგნოზოა, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია ცხადად და დადასტურებულად ვთქვათ. ის რაც იყო მაგალითად 2024 წლის დასაწყისში, ან 2023 წელს მსოფლიო დღის წესრიგად რაც მეჩნეოდა, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. 2026 წელს ყველანაირ აზრს მოკლებულია. ისე ვეღარ იქნება, როგორც იყო ეს მაგალითად გასულ წელს.
თუნდაც ევროკავშირში და თუნდაც ისეთ ორგანიზაციაზე, როცა ვსაუბრობთ, როგორც არის ნატო. იმიტომ რომ ტრამპის განაცხადი გრენლანდიასთან დაკავშირებით ეს პირველ რიგში ნატოს ავტორიტეტს, ნატოს ფუნქციას, ნატოს მედეგობას, ქმედითუნარიანობას სურთყავს, შეიძლება ასე ითქვას. აი ამ დღის წესრიგში, ამ როგორც თქვენ თქვით, турბულენტურ სიტუაციაში საქართველოს პოზიციონირება როგორია, რომელსაც აქვს ერთი მხრივ განაცხადი, რომ ის უნდა იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, იმ ევროკავშირის, რომელსაც ახლა რა პერიოდი უდგას, სრულიად გაუგებარია, შიგნით თუ გარეთ, და მეორე მხრივ უნდა რომ იყოს, ესე ვთქვათ, შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით. აი, რა პოზიცია, რა როლი შეიძლება მოირგოს საქართველოს ამ სიტუაციაში? ნუ ძალიან ფართო საკითხი არის და მე ვფიქრობ ალბათ აი ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ ზუსტად ის პოზიცია გვიჭირავს, რა პოზიციაც უნდა გვეკავოს, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ იმდენად დიდი მოთამაშეები არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი, რომ ჩვენი პოზიციონირება ამ დიდ თამაშში აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის, მაგრამ ჩვენი არასწორი პოზიციონირება ამ დიდი турბულენტობის პირობებში ჩვენ ჩაგვითრებს ამ ძაფში და ჩვენ შეიძლება ერთ-ერთი როიტყვიან განტევების ვაცი აღმოჩნდეთ. მე ესე ვფიქრობ, არასწორი რა შეიძლება იყოს, აი არასწორი მაგალითად შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ჩვენ ავყოლოდით იმ პოლიტიკურ, ასე თქვათ, ზეწოლას, რომელიც საქართველოზე მთელი ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როდესაც ჩვენ უნდა დაგვეწესებინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ანუ პირდაპირ კონფრონტაციაში შევსულიყავით, ფაქტობრივად სამხედრო დახმარება უნდა გაგვეწია, მათ შორის ცოცხალი ძალის, მართალი არა ოფიციალური შეერაყებული ძალების, მაგრამ ცოცხალი ძალის სახელმწიფო ლეგიტიმაციით გაგზავნის კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც უპირობოდ გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, რუსეთის, ასე ვთქვათ, შემოტევას საქართველოზე. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგიერთთვის ბანალურია, მოგწყინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ომი ხო არსად არ წასულა, ხო არის ეს ომი. ეს რა თქმა უნდა შემცირდა საუბარი უბრალოდ სამწუხაროდ ამ თემაზე. ეს აუცილებლად გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, უკვე საქართველოში რუსეთის ფართო მასშტაბიან ამა თუ იმ ფორმით აგრესიას. მიზანი იყო ის რუსეთის მხრიდან იქნებოდა საქართველოზე დარტყმა, მაგრამ ვინც ამას პროვოცირებდა, იმათი მიზანი იყო, რომ ეს ცეცხლი დაენთებოდა მთელ კავკასიაში და არა მარტო საქართველოში, როგორც ეს ვიღაცას გონია, რომ ეს საქართველოში შემოიფარგლებოდა, ეს იქნებოდა ცეცხლი მთელ კავკასიაში, რომელიც რუსეთს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა, უპირობოდ დიდ პრობლემებს შეუქმნიდა და ამ კონტექსტში ვინც ამას გეგმავდა, რა თქმა უნდა, მათთვის ეს გამართლებული გეგმა იყო, მაგრამ აქ ჩვენთვის, საქართველოსთვის ეს იქნებოდა ალბათ საქართველოსთვის ისტორიული, რა თქმა უნდა, თემურლენგის დონის ამაოხრებელი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საერთოდ ჰუმანიტარული კატასტროფა იქნებოდა. კიდევ ერთი დაპირისპირება რუსეთთან ასეთი ვითარებაში, რაც ხდება უკრაინაში, რომელიც არის გაცილებით დიდი სახელმწიფო, მეტი ეკონომიკური პოტენციალით, გაცილებით დიდი მოსახლეობით, პირდაპირ ნატოს მოსაზღვრე სახელმწიფოებით არის შემორტყმული, ხო? და ხედავთ რა მდგომარეობაა. ეხლა წარმოვიდგინოთ საქართველოში რა იქნებოდა. აი ეს თემა. ამიტომ ნახეთ რა ეხლა რომ დაუბრუნდეთ ამ. კი ბატონო. თავარ მოცემულობას ეხლა რაც ევროპაში ხდება და ევროატლანტიკურ სივრცეში ზოგადად. ტრამპმა მისი მოსვლიდან პირველი ყველაზე მკვეთრი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი, რაც გადადა იმ მკვეთრი მართლაც ნაბიჯი, ეს იყო პუტინთან შეხვედრა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ალასკაზე, ხო? და გარკვეულწილად იქ მიღწეული მათი ღია თუ არაგასაჯოროებული შეთანხმებების როიტყვიან კვალს ხედავთ მთელი ამ წლის განმავლობაში, რაც ვითარდება უკრაინასთან მიმართებაში, მსოფლიო პოლიტიკასთან მიმართებაში და იგივე ევროპასთან მიმართებაში, ხო? აქედან გამომდინარე რაღაცნაირად და ეხლა რაღაცა სამშვიდობის საბჭოს როქმნის ტრამპი, იქაც მიიწვია რუსეთი მან. აი ეს რუსეთი მიწვია იქ, რუსეთს ელაპარაკება. რუსეთი გამოჩნდა დავოსში. ანუ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მეორე ფრონტის თემა მოკვდა, თქვა, ამის თქმა მინდა, ანუ გადაინაცვლა. ვიღაცისთვის
ამერიკისთვის როგორც ჩანს ამ ეტაპზე ეს მეორე განსხვავებით წინა ადმინისტრაციისა ეს თემა დღეს არ არის მაგრამ ევროპაში ჯერ კიდევ ის ელიტებია ვინც იმ კამპანიის ნაწილი იყვნენ და როგორც თქვით ისინი ინერციით აგრძელებენ საქართველოსთან ამ დამოკიდებულებას უბრალოდ ცვლილების შინაგანი ასე ვთქვათ პროექტი არ გააჩნიათ როგორც შეცვალონ საქართველოსთან სიტუაცია პროდუქტიულად და ნორმალიზაციის კუთხით ამიტომ ტრამპი ხედავს რომ მისთვის როგორც ჩანს რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გამოსწორება და დაალაგება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იმ პოლიტიკურ ელიტებთან რომლებიც დღეს ევროპაში არიან, ევროკავშირში არიან, დასავლეთ ევროპაში არიან, იმიტომ რომ არ ხედავთ მათთან მისი პოლიტიკური ხედვის თანხმდრელობას და პროდუქტიულ თანამშრომლობას. ნუ ეს ეთყობა გრენლანდიის საკის განსაკუთრებით. სუმცირე ტრამპის მიზანი არის რომ მიაღწიოს ისეთ პოლიტიკური ფონის შექმნას რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში და ევროკავშირში აი ესეთი პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს. ეხლა რაც შეეხება რატომ აქვს მას რუსეთთან ეს ასე ვთქვათ დამოკიდებულება ჩემი აზრით ორი მიზეზის გამო. ერთი მიზეზი არის ის რომ მას მიაჩნია რომ ნატო როგორც ესეთი რუსეთის შემაკავებელი, ანუ ნატო რუსეთის პირდაპირ დაპირისპირება ის თulis რომ არ არსებობს. მე ესე წარმომიდგენია. და ის როგორც ამერიკელის ლოგიკით ის თulis რომ ის რაც ხდება უკრაინაში უკრაინა რო ყოფილიყო რუსეთის მოსაზღვრე ან იგივე რომ მოხდარიყო თქვათ მექსიკაში ან კუბაში აგერ ვენესუელაში ის ზუსტად იგივე რეაქციას მისცემდა არ დაუშვებდა თავის საზღვართან უცხო ისეთი ძალის წარმოქმნას რომელიც მის უსაფრთხოებას შეუქმნიდა საფრთხეს ხო ეს არის ამერიკელების გაცხადებული პოლიტიკა რომ ყველაზე დაშორებულ ტერიტორიაზეც კი სადღაც ოკეანეში ჩატკარგულ კუნძულზეც კი შეუძლიათ თქვა რომ იქ რაღაცა რო ხდება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის და იმ კუნძულზე უნდა ჩვენი წესრიგი დავამყაროთ. ამიტომ ტრამპი ამას აღიქვავს რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯს ადეკვატურად აღიქვავს მათ რუსული პოზიციიდან. მე ესეთი შტაბეჭდილება მრჩება ყოველ შემთხვევაში, იმიტომაც ამბობს რომ ეს არის უაზრო ომი, ვერ უყოფილიყავი ამ კონფრონტაციამდე საქმეს არ მივიყვანდი და ასე შემდეგ. ამიტომ ჯობია რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ომი და ის მოცემულობა რაც ომმა მოგწა, მათ შორის რუსეთის სამხედრო ოკუპაციის შედეგები ჯობია ვაღიაროთ და ამით უკრაინის ის ნაწილი გადავარჩინოთ, რომელზეც ჯერ კიდევ ასე ვთქვათ არ არის ეს ოკუპაცია და ანექსია გავრცელებული. აი ეს დამოკიდებულება არის და მეორე თემა კიდევ ის არის, რომ ჩინეთი, რომელიც დღეს ამერიკის თავარი საფრთხეა და რა გაგებით არის თავარი საფრთხე, არ არის სამხედრო გაგებით თავარი საფრთხე. ანუ ჩინეთმა თავისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამეცნიერო მთელი ჯაჭვი წარმოებისა, ლოჯისტიკისა, მიწოდებისა, ყველაფერით იმდენად დაწინაურდა, რომ ამერიკა ვეღარ ეწევა მას. დღეს ამერიკას რო არ კონდეს ხელში ეს, რასაც ქვია, დოლარი და დოლართან დაკავშირებული მთელი ეს საფინანსო, საგადასახადო, საბანკო სისტემა, ამერიკა უკვე ჩამორჩენილი ქვეყანა იქნებოდა ჩინეთთან შედარებით. იმიტომ სამხედრო ძალითაც რო აიღო, ჩინეთსაც იმდენი შეიარაღება აქვს ყოველ შემთხვევაში, რომ საკუთარი თავი კარგად დაიცვას და ვერავინ ვერ გაუბედოს რაიმე, ასე ვთქვათ, ზედმეტი სამხედრო კუთხით ჩარევა ჩინეთის საშინაო საქმე. ამიტომ დღეს ამერიკა ფიქრობს, რომ მან უნდა შემოიკრიბოს მის გარშემო მაგალითად რუსეთის სახით ისეთი პარტნიორი, რომელიც ჩინეთთან აი ამ გლობალურ დაპირისპირებაში სუმცირე ჩინეთის მოკავშირე მაინც არ იქნება. აი ის ვინც ეგონა ადრე მოკავშირე, ის მაგალითად ეხლა ჩინეთთან ურთიერთობის დაალაგებას ცდილობს. მაგალითად კანადა, რომლის პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ჩავიდა და მან ღიად განაცხადა, რომ თქვენთან ურთიერთობის დაალაგება უფრო პერსპექტიული ჩანს, ვიდრე ანუ უფრო კომფორტული ხდება, ვიდრე ამერიკასთან. ეხლა ეს ევროპაც ხო ნახეთ როგორ ზიგზაგებით მოძრაობს. ხან ჩინეთს ამბობენ რომ საფრთხეს გვიქმნის, ხან თითო ჩადიან და ჩინეთთან ძმობას და მეგობრობას ეფიცებიან, ხო? ამიტომ აი მაგას ვამბობ, რომ ვითარება არის, რო იტყვიან, ფაქტობრივად აფეთქებული. პოლიტიკური წესრიგი მსოფლიოში არის აფეთქებული. გუტერეაშის გენერალური მდივნის გაეროს ბოლოს სიტყვებია, რომ გაერო უკვე ვერაფერს ვეღარ წყვიტავს, ხო? მისი ჰუმანიტარული მისიებიც კი ნელ-ნელა როგორც ჩანს მილევად რეჟიმში გადადის.
ეს რა თქმა უნდა საფრთხეს ზრდის საქართველოს მიმართებაში და მთელ მსოფლიოს მიმართებაში, ხო? ამიტომ ამბობთ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პრაგმატულები ვიყოთ ჩვენი პოლიტიკის გატარებაში, იმიტომ რომ შეცდომა რომ მოგივიდეს რამე შენი დამცველი და მომკითხველი კაცშვილი არ იქნება ამ სამყაროში. აი შეცდომა რომ მოგივიდეს და დამცველი არავინ არ იქნება. ეს არის ის რის გამოც ჩვენ წლების განმავლობაში მაგალითად გვეიმედებოდა რომ მოხვდებოდით ნატოს ხოლგის ქვეშ და ვიქნებოდით დაცულები. ეგ სხვა საკითხია ნატომ თავისი თავი როგორ აჩვენა მაგალითად უკრაინის მოვლენების ფონზე ან დაუშვათ იგივე დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგრამ ასეთი ესე ვთქვათ გვერდში მდგომი ან ქოლგა რომელიც იქნება ჩვენთვის უსაფრთხოების ვინ შეიძლება ესახებოდა საქართველოს გარდა ნატოსი რომელიც დღეს არის კიდევ კონსტიტუციაში გვიწერია. არც ერთი სახელმწიფო. ანუ ნატოს თემას რო დავასრულოთ ერთგვარად ძალიან ესეთი იყო ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოლო ერთ-ერთი განცხადება, რაც გავრცელდა ბორის ჯონსონის მახლობლობაში, რომელიც უკრაინის ომის შეწყვეტის ადრეულ ეტაპზე გაილაშქრა ომის გაჩერებასთან დაკავშირებით და ჩაშალა და ბრძოლა ბოლომდე. მან განაცხადა, რომ თურმე არასდროსაც არ განიხილებოდა რეალურად უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი, ხო? ანუ აღმოჩნდა რომ მთელი ის დიდი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც ერქვა ნატოს ხოლგის ქვეშ მოქცევა ამ სახელმწიფოებისა, იყო მხოლოდ და მხოლოდ მათივე განცხადებაა ეს, იყო მხოლოდ და მხოლოდ და ამერიკის შეერთებული შტატების დღეს განცხადებული პოზიცია და ბუქარესტის სამიტზეც ხო, მთელი დიდი სახელმწიფოები წავიდნენ, წამყვანი სახელმწიფოები ამის წინააღმდეგ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი, მოდი ასე ვთქვათ, ესე ჩანს მათივე განცხადებებიდან და აი ამ დროში დანახულიდან, რომ იყო ერთგვარი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ერთგვარი ბუფერული სახელმწიფოების მოზიდვას რუსეთის გარშემო და რუსეთთან მუდმივი დაძაბულობის, ასე ვთქვათ, ფონის შესაქმნელად და რუსეთზე მუდმივი ზეწოლის უზრუნველსაყოფად, ხო? აი ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ ნატო ხოლგა კი არ გამოდგა თავის დროზე საქართველოსთვის ან უკრაინისთვის, არამედ გამოდგა ტრიგერი რუსეთის აგრესიისა ჯერ საქართველოზე და შემდეგ ეხლა რაც უკრაინაში ხდება. ამიტომ ამ პროექტის მორალურ-პოლიტიკური, რო იტყვიან, საფუძვლები უკვე დისკრედიტირებული არის. არ ვიცი ეს როგორ მოტრიალდება და როგორ იქცევა ისევ სიცოცხლის უნარიანად, მაგრამ დღეს აშკარად დისკრედიტირებულია, სიცოცხლის უნარიანობა დაკარგული აქვს და ეხა უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკების უპირობო ერთი მოთხოვნაა, რომ არავითარ ნატოზე აღარ იქნება ლაპარაკი, ხო? ეს ერთი. და მეორე, რა იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, ხო? მე ერთს ვფიქრობ მაგალითად, რომ ყველა ეს დიდი ტურბულენტობა და ეს გეოპოლიტიკური ტექტონიკური ცვლილებები როგორც წესი მთავრდება ხოლმე ახალი ერთგვარი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნით, ხო? აი ამას უნდა დაველოდოთ და უпростоრეთ უნდა ძალიან ყურადღებით ვაპირდებოდეთ, რომ რამე არ გამოგჩეს. და ზოგადად მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება და ამასაც საქართველოს წლების განმავლობაში ახორციელებს, რომ სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო, საქართველოს, სასონხეთი, აზერბაიჯანი მოვახერხოთ ჩვენ მართლაც სამმა ერთად და არა ერთმანეთში ცალ-ცალკე სტრატეგიული კოორდინაცია, იმიტომ რომ ეს მაინც ერთი გეოპოლიტიკური სივრცე არის და ჩვენი ერთგვარი ერთიანობა საშუალებას მოგცემს, რომ უფრო ძლიერად წარმოჩდეთ აი მომავლის ამ რთულ გზაზე. კი ბატონო, ჩვენ დავუბრუნდებით ამ თემას არაერთხელ და დავაკვირდებით როგორ განვითარდება ჯერ პირველ რიგში მსოფლიოში მოვლენები. მადლობთ, ირაკლი ქადაგიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ჩვენ გადაცემა დასრულებულია. მე ერთი კვირით გამშვიდობებით, ჩვენ ზუსტად ამ დროს შევხვდებით ამავე ტალღაზე დროებით.